დღეს ვისაუბროთ ხელოვნების ევოლუციის ბოლო ეტაპზე. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ წინა ორ გადაცემაში იმ ეტაპზე, როდესაც ადამიანმა პირველად დაიწყო ქანდაკებების და ნახატების შექმნა, ან პირველად სხვა ტიპის ხელწერა ჰქონდა. შემდეგ სულიერების განვითარებასთან, ქრისტიანობასთან ერთად შეიცვალა ხელოვნების გამოსახველობითი ხერხი და ახლა ვისაუბროთ უკვე ბოლო ეტაპზე, რა ეტაპზეც დღესდღეობით იმყოფება ხელოვნება. ამ შემთხვევაში უფრო მეტად ქანდაკებაზე გავაკეთებთ. ქანდაკებაზე კი შევეხებით სხვადასხვა დისციპლინასაც, მაგრამ ძირითადი ჩვენი ასე ვთქვათ, ძირითადი ინტერესის სფერო მაინც იქნება ქანდაკება, რადგან იმის ასე ვთქვათ შეჯამება არის, როგორც უნდა შევაჯამოთ ეს ყველაფერი. ქანდაკების ხელოვნების ენით უნდა განსხვავდეს და აქედან გამომდინარე უფრო მეტი აქცენტი გვექნება ქანდაკებაზე. თუმცა ეს მოიცავს ზოგადად ადამიანის ხელოვნებისადმი მიმართებას. კი, რა თქმა უნდა, ზუსტად მაგას ვადგენთ. თვითონ როგორც ანუ რა ციკლებადაც დავყავით ეს ევოლუცია. ანუ რა ჩვენ ძალიან დეტალურად ყველა რაღაცა ასე ვთქვათ, პატარა ეტაპებს არ შევხებივართ. ანუ გამოვყავით დიდი მნიშვნელოვანი ეტაპები, სადაც იცვლებოდა გამოსახველობითი ხერხი. კი, პარადიგმა სადაც იცვლებოდა, ხო. კი, და ეს ხო კარგია რომ ამის წინა თქმაში ეს ვახსენოთ, რომ ეს არის ანუ არა რაღაცა ვიწრო კულტურული სტილი, ან თქვათ რაღაც სათქმელი კონკრეტულად. არამედ ანუ ჩვენ ამ შემთხვევაში ვეხმიანებით პარადიგმის ცვლილებებს. და აქედან გამომდინარე ეს გამოვა სამი დიდი ბლოკი. ეს არის ანუ ამ გადაცემით ეს ციკლი დასრულდება. კი ბატონო, ამ ეტაპზე. ხო, ეს არის პირველი არქაული პერიოდი. არქაულ პერიოდთან ერთად ძველი სამყარო, შემდეგ ქრისტიანული სამყარო იყო მეორე და ეხლა იქნება მოდერნიზმის პერიოდი და პოსტმოდერნიზმის პერიოდი, რომელიც ასევე რადიკალურად განსხვავდება ქრისტიანული ხელოვნებისგან და ასევე განსხვავდება არქაული პერიოდი, ან ძველი სამყაროს პერიოდიდანაც განსხვავებულია. რა არის ეს განსხვავება? კი ბატონო, და როდიდან შეიმჩნევა, რომ ეს ცვლილებები დაიწყო? ეს არის საინტერესო. ეს მართლაც საინტერესოა, იმიტომ რომ ასე ზოგადად ხაზს ვერ გავავლეთ, ცხადია. რამე ესეთ კონკრეტულ შემთხვევას ვერ დავუმთხვევთ. თუმცა არის ხოლმე ამის მცდელობები, რომ აი ხაზი მკვეთრად გაივლოს, მაგალითად, რომ აი ამ დროს ამ ანუ ეს ეტაპი დაასრულა, მაგალითად, აი ამ კონკრეტულმა ფაქტმა, მაგალითად, ეგეთი მოსაზრება იყო, რომ 21 საუკუნის გარიჟარზე, აი 11 სექტემბრის ტერაქტი რომ მოხდა, ბევრმა თქვა, რომ პოსტმოდერნიზმი დაასრულა ამ ტერაქტმა, ტრაგედიამ. მაგრამ ეს არ ვიცი, ახლა შეიძლება ამ კუთხიდანაც ესე ვთქვათ, რომ აი მაშინ კი როდესაც პოსტმოდერნიზმი დამთავრდა რაღაცა და რაღაც იმის შემდეგ სხვა დაიწყო, მაგრამ მაინც ძნელია, ეს ზუსტი თარიღის მოძებნა და იმ გამო. რა თქმა უნდა, იმიტომ ეს ხო დაკავშირებულია ზოგადად ევოლუციურ პროცესთან, ცნობიერების ევოლუციასთან. ცნობიერების ევოლუცია არ ხდება რაღაცა წამიერად. კი. ეს არის შეიძლება პროცესია. ხო, ვიღაც ინდივიდებმა დაიწყო და სხვა ინდივიდები არ იყვნენ ჯერ მანდ და მერე დაეწიონ, ან თქვათ პირიქით შეიძლება მე ის საერთოდ
გაქრეს ის ასე ვთქვათ ის დასაწყისი, ვინც დაიწყო და ისევ ძველებური პერიოდი იგივე. ხო, ამიტომ რთული ის არის. მით უმეტეს რთულია, როდესაც ახლო მოვლენასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ ჩვენ ახლა უკვე მოდერნიზმზე უნდა ვისაუბროთ ძირითადად და უფრო მეტად პოსტმოდერნიზმზე და ეს ახლო აქვე ხდება ეს ყველაფერი და დროის განსაზღვრება გვიჭირს, მაგრამ მაინც შესაძლებელია რომ გავუსვათ ასე ვთქვათ რაღაცა მოვნიშნოთ დაახლოებით როდის მოხდა ეს და ეს მოხდა უფრო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ცხადია თვითონ მოდერნიზმი ეს უფრო ადრინდელი მოვლენა, ადრინდან იწყება და იქ მე მოდერნიზმში ბევრი სხვა მიმართულებებია და მე მათ არ შევეხები შეგნებულად, იმიტომ რომ ეს მათ აერთიანებს მოდერნისტული ხედვა ზოგადად. ეს უკვე სხვა ტიპის ანალიზი. კი. ხო, ეს უფრო დეტალებში ჩასასვლელი საკითხია, რაც ამჯერად თავს შევეკავებთ ამას. რა თვალსაზრისითაც უყურებთ? კი ბატონო, ხო და აი ასე შეიძლება დავიწყოთ და ეს შეიძლება გამოვყოთ, რომ ამას შეიძლება მივაქციოთ ყურადღება, რომ მეორე მსოფლიო ომის დასასრულს თვითონ ასე ვთქვათ, რადგან მშვიდობა დადგა აი ამ დიდი ყევების შემდეგ და ესეც უნდა ითქვას, რომ ეს ყევები ზოგადად მეორე მსოფლიო ომი ამასაც შევეხოთ, რომ გამოიწვია ზუსტად მოდერნიზმის, ანუ მოდერნიზმმა მიიყვანა ადამიანი აი ამ გლობალურ ომთან. იმიტომ რომ თვითონ ფაშისტური გერმანიაც და საბჭოთა კავშირიც ისეთი კლასიკური მოდერნისტული პოლიტიკის მატარებელი იყო ორივე. და რა თქმა უნდა ასევე ლიბერალური გერმანიაც და ამერიკაც. ეს ყველაფერი მოდერნის შედეგი იყო. და მოხდა დიდი ომი. რამაც მერე რა თქმა უნდა ადამიანი შეცვალა ამ ომმა საკმაოდ ისე პირველმა მსოფლიო ომმაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. რა თქმა უნდა, მაგრამ მეორე მსოფლიო ომი უფრო მეტად გარდამტეხი აღმოჩნდა. კი, ალბათ რაღაცა კონკრეტული მიზეზების გამო. ესეთაც ძალიან გლობალური მოვლენა იყო და ძალიან დიდი გავლენა მოახდინა მთელი მსოფლიოს მოსახლეობის ცნობიერებაზე. კი, ხო, თან ატომური ბომბი გაისროლეს რაღაცა და ბევრი რაღაც ისეთი მოხდა რა. და ფაქტიურად აი მოდერნიზმს რაც ქონდა, სხვათა შორის იგივე თვისება, რაც ძველ ასე ვთქვათ, ხედვებს ქონდა, ეს არის კატეგორიულობა. და კატეგორიულობა გამოიხატებოდა იმაში, რომ მე ვარ მართალი. მე ვარ მართალის მდგომარეობაში იყო მაინც. და აი ამან კონკრეტულად აი ამან რადგან ეს ჩიხში შეიყვანა ეს ადამიანის ცნობიერება, ორსოში ასე ჩათვალა ადამიანმა, რომ ეს ჩიხი იყო. შემდეგ აი ეს დაკარგა. ანუ მივიდა იმ მდგომარეობამდე, რომ რა არის მართალი? აი ამაზე დაისვა კითხვა და პასუხი ვეღარ გაეცა. თან აი ძალიან დიდ ხანს პასუხი ვეღარ გაეცა და ხელოვნებას და ზოგადად ადამიანს ახასიათებს ესეთი რაღაცა, რომ მაინც რაღაც კეთება უნდა, რაღაცის გამოხატვა უნდა, ეს პროცესი არ ჩერდება. რა თქმა უნდა, პასუხი რაღაცებზე ვერ მოძებნა, მაგრამ თვითონ რაღაცის ქმნადობის სურვილი აქვს და აი ამ პროცესში ხდება ეს ორი ძალიან საინტერესო თვისებას იძენს, ასე ვთქვათ, ცნობიერება. ეს ერთი არის ის, რომ დეცენტრალიზება ხდება, ანუ ჭეშმარიტება იკარგება, ასე ვთქვათ, და ეს არის ერთი თვისება და მეორე თვისება არის ის, რომ აქედან გამომდინარე, უკვე მეორე თვისება არსებობს, რომ მრავალფეროვანი ხდება გამოსახულობის საშუალება. რა თქმა უნდა, ეს მოდერნიზმის დროსაც იყო, მაგრამ მოდერნიზმი უფრო მეტად რაციონალური იყო და გონებას ეყრდნობოდა. და აი ამ შემთხვევაში ეს ირაციონალური ნაწილიც ძალიან წინ წამოვიდა. და ეს არის უკვე პოსტმოდერნიზმი. სადაც არ არსებობს აუცილებელი რაღაც საკითხები, რაც შეიძლება შევთანხმდეთ. აბსოლუტურად შეიძლება იყოს დამოუკიდებლად, მე და შენ შეიძლება ერთ დროს არსებობთ. რო ვთქვათ,
ობიექტურობას აღარ ეძებს. ანუ ობიექტურობის მოთხოვნა აღარ არის. აღარ არის. კი, ანუ ობიექტური მისთვის, ანუ აი ამ ეპოქისთვის ობიექტური რეალობა არის ზუსტად ის, რომ ობიექტური რეალობა არ არის. აი ესეთი ეპოქა დადგა. და ამან ცხადია ძალიან დიდი გავლენა მოახდინა როგორც პოლიტიკურ პროცესებზე, ასევე ხელოვნებაზე. და ქანდაკებაზე კონკრეტულად, ანუ ჩვენი ეს ვთქვათ ძირითადი თემა რაც არის, ქანდაკებაზე მოახდინა ძალიან ისეთი შეიძლება ითქვას გამანადგურებელი ზემოქმედება რა. იმიტომ რომ ქანდაკება განსხვავებით სხვა ხელოვნების დისციპლინებისგან წინა საუბრისთვისაც აღნიშნეთ. ძალიან მატერიალურია თავისი ბუნებიდან გამომდინარე. სამგანზომილებაში არსებობს, ჩვენს სივრცეში, ჩვენ სამყაროში არსებობს მთელი თავისი სიგრძე-სიგანით და სიმაღლით. ხო და აქედან გამომდინარე მოხდა აი ამ ძირითადი ფუნქციების მოშლა. და ენა ფაქტობრივად დაიკარგა. ქანდაკების ენა, რაც ვიცით ჩვენ რომ ეს ქანდაკების ენის მეტყველება განსახილობითი ხერხი, რაც მანამდე იყო, შეიცვალა კი არა და ფაქტობრივად შეცვლა უფრო შეიძლება ვთქვათ, აი მოდერნიზმის დროს მოხდა შეცვლა. და აი მოდერნიზმის დროს საერთოდ ძალიან საინტერესო პროცესი იყო, იმიტომ რომ ჩვენთვის აი კონკრეტულად მოქანდაკეებისთვის, მხატვრებისთვის ძალიან ბევრი საინტერესო მხატვარი არსებობს მოდერნიზმის ეპოქაში. აი ძალიან ბევრი რა. ჩვენი სხვა შორის აი ქართველი მხატვრებიც და ევროპელი მხატვრებიც ძალიან ბევრი საინტერესოა. იმიტომ რომ ეს როგორი პროცესია, იცი? სათქმელი ცოტა ისეთი გახდა გაუგებარი, სუმბურული, მაგრამ გამომსახველობითი საშუალება, ანუ ენა ჯერ კიდევ ენის სპეციალისტები, ანუ ენის ფლობის სპეციალისტები არსებობენ ქანდაკების ენაზე ვსაუბრობ. ხო და ამიტომ ბევრი ძალიან საინტერესო მოქანდაკეა რა. თითქმის აი ევროპაში ის იყო რა, ბუმი იყო ასე ვთქვათ რა. აი ჩილი და მაგალითად იგივე ჰენრი მური მაგალითად ან მარინი იტალიაში, ცოტა ადრინდელები წინა საუკუნის დროსაც აღნიშნეთ მაიოლი, დესპიო, ბურდელი, არპი, ჯაკომეტი, ძალიან ბევრია რა, მანსუ, ჩემო ბატონო და რა ვიცი, ბევრი, ძალიან ბევრი მოქანდაკე არსებობს, რომელიც რა თქმა უნდა არის უკვე დაანგრეულ მდგომარეობაში ფსიქიკურად რა, იმიტომ რომ უკვე მოდერნია ეს. მაგრამ მათი გამოსახველობითი საშუალება ჯერ კიდევ ცოცხალი, ანუ იზიციან რა, როგორ შეიძლება ფორმის გაკეთება. მაგრამ მერე აი ზუსტად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პერიოდში, ხო? აი ზოგან 60-იან წლებში მოხდა, ზოგან 70-იან წლებში მოხდა. ვისთვის უпростоრად 60-იანში, ვისთვის 70-იანში და ვისთვის 80-იანში. მე რაღაცნაირად გაწყდა ეს. აი მე მაგალითად მქონდა ეგეთი შემთხვევა, ერთი მოქანდაკე ქალი იყო, შვედი, რომელსაც დედაც მოქანდაკე ყავდა და დედამისის ნამუშევრები მაჩვენა. მანსუს მოსწავლე იყო დედაჩემიო და ესეთი აი ტრადიციული ანუ ენა რაც არის ქანდაკების, აი ესეთი ნამუშევრები ჰქონდა დედამისს. ხო და თვითონ უკვე აბსოლუტურად არანაირი საერთო აღარ ჰქონდა აი მანსუსთან და იმ ძველ ასე ვთქვათ ტრადიციებთან. აბსოლუტურად თითქოს აი უკვე სხვა ენაზე მეტყველებს რა. იმისი საერთოდ აღარ ისმის თითქოს რა. ხო და ეს ზუსტად გამოიწვია იმან რომ თუ კი ჯერ კიდევ მოდერნიზმის დროს იმ მხატვრებს აინტერესებდათ ენის მეტყველების აი თქვა და ესეთი ტრადიცია, აი მე საერთოდ გაქრა ეს ტრადიცია და შევედით ისეთ ფაზაში და ისეთ მდგომარეობაში რომ ვისაც რა უნდა, ვისაც როგორი უნდა, ისეთ შეუძლია გააკეთოს და დაარქვას იმას ნამუშევარი. და დღევანდელი ეპოქა არის შეიძლება ითქვას რომ დღეს მაგალითად ეს მდგომარეობა ჩიხში შედის. აი იყო მაგალითად პერიოდი არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ახლობით აი 20 წლის წინ, 25 წლის წინ, რომ თითქოს
აი ამ პოსტმოდერნისტული გარემო იყო აბსოლუტურად საუკეთესო საშუალება იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, ხელოვნებას ემეტყველა. ესეთი წარმოდგენები არსებობდა. სხვათა შორის ფილმებში ძალიან საინტერესო ფილმები გადაიღეს აი ამ მიმართულებით, წიგნებია დაწერილი, საკმაოდ საინტერესო. აი მაგალითად შეგვიძლია გავუსვენოთ ბულგაკოვის ოსტატი და მარგარიტა, ერთ-ერთი პირველი წიგნია, რომ სადაც პოსტმოდერნისტული დამოკიდებულებით არის დაწერილი და ნამდვილად კარგი წიგნია, ვერაფერს ვერ დაუწყვნებ, იმიტომ რომ ლიტერატურას მოერგო ძალიან. ხო. ლიტერატურაში მოერგო რამდენად სწორი სიტყვა არ ვიცი, მაგრამ ლიტერატურამ აიტანა ეს მდგომარეობა. შეიძლება იმიტომაც რომ ეს ტექსტუალური მდგომარეობაა ძალიან, ტექსტთან ძალიან საინტერესოდ ნახულობს საერთო ენას. მაგრამ და არქიტექტურაშია კიდე საინტერესო, არქიტექტურაში გაკეთდა ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი. მაგრამ სახვითი ხელოვნების აი ეს დარგებში, როგორც ქანდაკება, ფერწერა და გრაფიკასაც აქვს რაღაცა, ასე ვთქვათ, გასაძრომები, რა. მაგრამ აი ტრადიციულ აი დარგებში ფაქტობრივად არაფერი არ გაკეთებულა, აი საანიმუშოთაც კი რომ თქვათ ესე რომ მაგალითად ეს არის ტიპიური ყველაზე ძიმედ ამ შემთხვევაში ქანდაკებას დაარტყა. ყველაზე ძიმედ ქანდაკებას დაარტყა და მაგრამ არც ფერწერა არ ჩააგდო კარგ მდგომარეობაში. და მე ვიტყოდი რომ არც მუსიკა. მაგრამ მუსიკაში ეს სხვანაირად ტრანსფორმირდა და ათასნაირი მიმდინარეობა გაჩნდა და ბევრნაირი ფორმა მიიღო და თითქოს აიტანა კიდეც და რაღაცნაირად სულუხად გადაიტანა. მაგრამ ქანდაკებას და ფერწერას ძალიან იმდენად რომ აი ჩვენ ახლა მაგალითად რომ ავდგეთ და აი რაღაც დავასახელოთ მაგალითად რომ აი ეს არის პოსტმოდერნისტული ქანდაკების ტიპიური ან თქვა კარგი მაგალითი და რომელიღაცა თქვა ვერც კი ვიტყვით ამას. იმიტომ რომ აი ამ წლებში თუ კი რამე გაკეთებულა საინტერესო არის მოდერნიზმის ენაში ისე ან ძველ ტრადიციულ რომელიღაც ენაში მეტყველებს ის ავტორი და აი მაგალითად ობიექტი გაჩნდა ამ დროს უკვე ქანდაკებას არც ვეძახით ობიექტები ჩდება ინსტალაციები ჩდება პერფორმანსები ჩდება და ეს ყველაფერი ამის მიზეზი ბევრი მოსაზრება არსებობს რომ რატომ გაჩნდა ეს და ანუ რა არის მიზეზი ამისა და პასუხი არის ესეთი რომ აი იმიტომ გაჩნდა რომ ის ენა რა ენაზეც ასე ადრე ადამიანი მეტყველებდა ხო ის ენა აღარ არის საკმარისი ვეღარ გადმოცემს აი მდგომარეობას და ამიტომ ჩდება ობიექტი ინსტალაცია და პერფორმანსი იმიტომ რომ მანამდე ეს ყველაფერი მოთავსებული იყო ან კარნავალში, ან თეატრში, ან რაღაც რიტუალებში, უფრო ადრე რაღაც რიტუალებში და ასე შემდეგ. ხო და ასე ვთქვათ, აი ესეთი მძიმე დარტყმა მიიღო თვითონ დარგმა, როგორც აი ჩვენ ამ შემთხვევაში, როგორც თვითონ მოქანდაკე პიროვნებაზე კი რო არ ვისაუბროთ, თვითონ უბრალოდ დარგზე რო ვისაუბროთ. ხო და ეს სხვა მხრივ რო შევხედოთ ამას, არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი აზრით, იმიტომ რომ ქანდაკება არის უძველესი გამოსახველობითი საშუალება ადამიანის. და რაღაცნაირად ინდიკატორია, როდესაც ქანდაკებას რაღაცა პრობლემა ექმნება, ეგ ნიშნავს, რომ ფსიქიკური პრობლემაა სინამდვილეში. უბრალოდ შეიძლება ჯერ ადამიანებამდე ესე ცხადად ჯერ არ არის დასული, მაგრამ აუცილებლად დაავახოვნ. იმიტომ რომ აი როდესაც ელინიზმის პერიოდში ქანდაკების გამოსახველობითი საშუალებები შეიცვალა, ანუ საბერძნეთში კი ამას მოყვა მერე ძალიან დიდი რყევები, ხო? და აბსოლუტურად სხვა სამყარო დაიბადა მე. ხო და ახლაც მსგავსი ანალოგიაში აი მაგალითად არსებობდა პოსტმოდერნიზმის ძალიან მახასიათებელი ერთ-ერთი ესეთი მახასიათებელი თვისებაა რომ პერიფრაზირებას ახდენს უკვე არსებულის პერიფრაზირებას ახდენს და ზუსტად იგივე ელინიზმში არსებობდა იგივე აი რომის იმპერიის დროს
არსებობდა უკვე ზუსტად ანალოგიური მდგომარეობები, რომ პოეტები, მაგალითად, ძველი პოეტების ლექსებს ათანამედროვებდნენ და ხელახლა აძლევდნენ რაღაცა სიცოცხლეს, ასე ვთქვათ, რა. მაგრამ ეს კარგად თუ დაუკვირდებით, იგივე მდგომარეობა. ეხლაც მაგალითად, აი, განსაკუთრებით არქიტექტურა აკეთებდა ამას, რომ აი ძველი მაგალითად არსებობს ესეთი ამერიკაშია თუ არ ვცდები, ნაშენებული ძალიან ცნობილი გარდერობი დიზაინი არის, როგორც შენობაში განხორციელებული. და აი ტიპიური პოსტმოდერნისტული პროექტია რა, იმიტომ რომ არის გარდერობია პირვანდელი ისი ფორმა, ამ ფორმის პირვანდელი შინაარსი გარდერობში იყო და მერე გახდა შენობა. ანუ აი იმას არ გავს ძალიან, რომ გარდერობი უნდა იყოს, შენობა უნდა იყოს. ხო, მაგრამ არა, უკვე გარდერობი შეიძლება შენობა იყოს რა. რაღაცა არ ევახდება რაღაც სპეციალურად თითქოს რაღაცებს. ხო და ანუ ენა კარგავს თავის შინაარსს, სიტყვები, ასე ვთქვათ, აი ხატოვნად რო ვთქვათ, სიტყვები კარგავენ შინაარსს. და რეალურად სამყარო ირევა. ანუ კრიზისია რა, ეს არის ძალიან დიდი კრიზისის მანიშნებელი. ესე რომ შევადაროთ, აი ელინისტური ეტაპით ის ეპოქა დამთავრდა სახვითი ხელოვნებაში და შემდეგ სხვა დაიწყო. იმ მომენტში აი როგორ იყო ეს კრიზისის მომენტი, ანუ ახლა თითქოს სხვანაირი, ახლა საერთოდ იკარგება. მაშინ ერთი ენა მეორედ შეიცვალა და ახლა თითქოს საერთოდ დაკარგა სახვითი ხელოვნებამ თავისი სამეტყველო ენა. კი, ახლა უფრო რთული, ხო, უფრო რთული პროცესი მიდის. კი ბატონო. და აი ჩვენ სად ვართ? ანუ გულისხმობ ამ შემთხვევაში საქართველოში სახვითი ხელოვნების მდგომარეობა როგორ არის? რა ეტაპზე ვართ? კარგი კითხვაა აი, იმიტომ რომ ჩვენ სხვაგან ვართ სინამდვილეში. რა თქმა უნდა, გლობალიზაციაა და ყველას პრობლემა, ანუ პრობლემა უკვე ინდივიდუალური აღარ არსებობს, თუ კი რამე პრობლემა ყველას გვეხება, მაგრამ ისეთი ქვეყნები როგორც ჩვენ ვართ, ამ შემთხვევაში განსაკუთრებით სხვაგან ვართ, რა თქმა უნდა. და პირველ კითხვაზე შევეცდები პასუხი გავცე, რომ კი ეგ ძალიან ის არის, რა ქვია, უფრო მასშტაბური გახდა დღევანდელი პრობლემა, გამომდინარე ალბათ ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, რა, იმიტომ რომ მაშინ შეიძლებოდა რაღაცა ისეთი მომხდარიყო, თან ადამიანი რო დავაკვირდეთ, ანუ ცივილიზაცია არსებობდა ხმელთაშუა ზღვის გარშემო. და იქვე იყო სინამდვილეში სპარსული ცივილიზაციაც, ეგვიპტურიც და ეს ბერძნული, რომელიც რომაულში გადაიზარდა და იმის ზევით, აი ჩრდილოეთ ევროპა და აქეთ ამხარე ფაქტობრივად არ იყო ჩართული ამ პროცესში. და აი რო დავაკვირდეთ მე ქრისტიანობის პერიოდში რა მოხდა? აი ამ თვალსაზრისით მოხდა ის, რომ უბრალოდ აი ეს ხმელთაშუა ზღვის პირეთის ცივილიზაცია გადავიდა მთელ, ასე ვთქვათ, კონტინენტზე. და დღეს უკვე აღარ არსებობს არანაირი ადგილი, სადაც შეიძლება კიდე გადავიდეს. არის მოსაზრებები ესეთი, რომ აფრიკაში შეიძლება გადავიდეს ახლა ცივილიზაციის ჩირაღდანი, მაგრამ არ ვიცი ახლა ეს რთული სათქმელია რა. ყოველ შემთხვევაში აი მონათესავე ხალხებში აღარ დარჩა ეგეთი არაფერი, ყველა ასე ვთქვათ, გაიზიარა ის კულტურა და ის ცივილიზაცია, ვისაც შეეძლო რომ გაეზიარებინა. და აქედან გამომდინარე, მაშინდელი, ასე ვთქვათ, კრიზისი გადაიზარდა აი ამაში ზუსტად, რომ ქრისტიანობა მოვიდა და ქრისტიანობამ ეს გაავრცელა, ასე ვთქვათ, ეს ცივილიზაციური ნაწილი დანარჩენ კონტინენტზე და ეხლა ეგეთი გამოწვევა აღარ არის. სადღან არის მე გასავრცელებელი, ვისაც მაგის უნარი ქონდა რომ მიეღო და გაევრცელებინა, მიიღო და გაავრცელა კიდეც. ამიტომ რა თქმა უნდა უფრო მძიმე სიტუაცია კრიზისიდან გამომდინარე. რაც შეეხება ჩვენს მდგომარეობას, ჩვენი მდგომარეობა არის ძალიან უცნაური და მე ვიტყოდი რომ საინტერესო. იმიტომ რომ ჩვენ რა თქმა უნდა ვართ
იმ დიდი ცივილიზაციის ნაწილი კულტურულად. და ამავე დროს ვართ კიდევ ისეთ მდგომარეობაში, რომ რაღაცა პროცესებს გამოვჭით. ეს ბევრი მიზეზი ბევრია ამის. ერთ-ერთი ის არის, რომ გეოგრაფიულად ვართ, ასე ვთქვათ, ისეთ ადგილზე და მეორე არის ის, რომ საბჭოთა კავშირი დაემთხვა აი ამ მოდერნიზმს. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირიც მოდერნიზმი იყო, ევროპულ მოდერნიზმისგან დისტანცირებული. სხვა ტიპის ზეგავლენა იქონია ჩვენზე. და აი ამ შემთხვევაში ძალიან კარგი იქნება თუ გავიხსენებთ იმას, რომ საქართველოში ესეთი ქანდაკების ტრადიციული სწავლება, საუნივერსიტეტო სწავლება დაიწყო საბჭოთა კავშირის დროს, ფაქტობრივად საბჭოთა კავშირის დროს. მანამდე არ არსებობდა. და ვაჩვენეთ ძალიან უცნაური შედეგი, იმიტომ რომ საკმაოდ მაღალი დონე ვაჩვენეთ, რა. აი არ არის ეს მიკერძოებული, რა თქმა უნდა. და თან ის არის, რა ქვია, მნიშვნელოვანია, რომ ვინც დაიწყო, თვითონ ისინიც ძალიან მაღალი დონის მოქანდაკეები იყვნენ, ევროპული ტიპის მოქანდაკეები იყვნენ და შემდეგ აი ამ პროცესებმა, რადგან ეს რაღაც დამოუკიდებლად ვიყავით, ხო? კი არა და ცალკე ვიყავით, იზოლირებულები ვიყავით, აი ამ იზოლაციამ რაღაცნაირად ეს ქანდაკების ენა ჩვენთან შიგნით თვითონ რაღაც დუგლის პროცესი წავიდა და ძალიან გამყარდა. და რაღაცა იდენტობამდე მივიდა აი ამ 100 წელში, უცნაური რაღაც მოხდა, მაგრამ რაღაც ქართული კულტურასთან იდენტობა მოახდინა, დაუკავშირდა ძალიან მყარად. და აი ამან გამოიწვია ის, რომ ჩვენ მაგალითად აი ამ მიმართულებით იმას ოპონენტობას უწევთ მაგალითად ახლა ევროპულ, ასე ვთქვათ, კულტურულ რაღაც ხედვებს. გვაქვს მაგის უნარი, რომ ოპონენტობა გავუწევთ. ეს ახლა რაღაცა თვალსაზრისით არის ვიღაცამ შეიძლება ეს ჩათვალოს, მაგალითად ახლა რედაქცია ამას როგორი გაუკეთდება და ინტერპრეტაცია ეს მეორე საკითხია. ვიღაცამ შეიძლება ეს ჩათვალოს იმას, რომ ჩვენ რაღაცა ჩამორჩენილები ვარ და ჩამოვშვით რაღაც პროცესებს. ვიღაცამ შეიძლება ეს ისეთი რედაქციით თქვას, რომ პირიქით ჩვენ ასე ვთქვათ, რაღაცა კუნძული ვართ ამ თვალსაზრისით, მაგრამ ნახა ის ძველი ცოდნა. ხო, ნაკლებად დაზიანდა იმ პოსტმოდერნისტული ხედვების ზეგავლენით და ნაკლებად დაზიანდა, კი. და გარკვეულწილად შეინარჩუნა ძველი გამოსახველობითი ენა. კი, შეინარჩუნა. როდესაც სხვაგან დაკარგა რაიმე როწევან ვახსენე ის ქალი დედამისი, აი იქ საერთოდ გაწყვეტილია. ჩვენთან ეგ არ მომხდარა. და კიდევ ერთი მომენტია ეგეთი, რომ აი საქართველოში მოქანდაკეს რო ნახავ და რაღაცას კითხავ, ხო, აი მასთან დაკავშირებით. შეიძლება ასეთი განწყობა დააფიქსირო, რომ აი ეს უკვე თითქოს ისეთი რაღაცაა, რომ მატერიალური, ასე ვთქვათ, რაღაცა ის არ ახლავს თან რა წარმატება ამ საქმიანობას. ძალიან ისეთი საქმიანობა იქცა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, რომ შეჭურებულ მდგომარეობაში, ასე ვთქვათ, მხატვარი დღეს, მაგრამ თუ კი რამე, ასე ვთქვათ, ის არის მიზეზი იმისა, რომ რატომ არ ანებებს ადამიანი თავს, თითქოს ყველა გრძნობს იმას, რომ ინახავს ამ ინფორმაციას და უნდა რომ გადაიტანოს კიდე სხვაში. მომავალ თაობას მიცეს ეს. ხო, იმანაც შეინარჩუნოს, იმანაც განცდა არსებობს. ამის განცდა არსებობს, კი. რომ რაღაცა ისეთი იცის, რაც უკვე დეფიციტშია ზოგადად. და ერთდროს არ იყო დეფიციტშია, ერთდროს ეს იყო ევროპაში მაგალითად განსაკუთრებით, ეს ძალიან ვრცელი იყო და ბევრი იყო აი ამის სკოლები არსებობდა და განსაკუთრებით იტალია, საფრანგეთი, არა მარტო ეგენი, ინგლისშიც იყო. მოკლედ არ იყო მაგის პრობლემა რა. დეფიციტური არ იყო ნამდვილად. ეხლა დეფიციტური რა. და თითქოს აი ამის შეგრძნება არისო დეფიციტურია და არ ვიცი ეს ეხლა რამდენად ესე იქნება ამის თქმა ძალიან რთულია, მაგრამ თუ მოხდა ისე რომ ისევ დაიწყო
შემოbrუნება მაგალითად. ეს შემოbrუნება შეიძლება სულაც არ იყოს რაღაცა ძველთან. არ ვიცი, შეიძლება რამე ახალი სხვა ახალი დაბადებასთან კი, არ არის გამორიცხული. დაბადების მიჯნაზე შეიძლება ვართ. ახლა კი, იმიტომ ბატონო. საინტერესოა, კი თქვათ ახლა ამ ეტაპზე ვართ, მაგრამ როგორი სახება მომავალი? რა შეიძლება, რაში შეიძლება ან გადაიზარდოს, ან რაღაც ახალი აღმოცენდეს? რა შეიძლება ვივარაუდოთ ამასთან დაკავშირებით? ეს საინტერესოა. ხო, და თუ მაგალითად რაღაცა დაიწყო და ეს დაწყება აუცილებლად იქნება, ისევ მაგაში თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ისევ იქნება ფორმები, ანუ შინაარსებს ისევ გაუჩნდებათ, სიტყვებს ისევ გაუჩნდებათ შინაარსს. და ეს არის ქანდაკებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რა. ქანდაკება აი ამ დროს არის, ამ დროს ხარობს თუ შეიძლება ასე ითქვას რა, როდესაც სამყარო არის დაალაგებული მეტნაკლებად, ასე ვთქვათ, აი ესე რა, რომ განსაზღვრული ტიპის წესრიგი, როდესაც არსებობს ზრობიერებაში საზოგადოების, რომელიც აისახება ამავე დროს ზახვით ხელოვნებაში. აი შეიძლება რაღაცა ნაკლებად ის იყოს, რა ქვია, როგორ ვთქვა, სხვა ადამიანების, სხვა პროფესიის წარმომადგენლების შეიძლება ნაკლებად რამის მთქმელი იყოს ეს, მაგრამ მაინც ვიტყვი, რაღაც ისეთი პროცესია. ჯერ უნდა გააკეთო კარკასი, მერე რა უნდა ეჯიკაო ამას, მერე მყარი რაღაცა გჭირდება. მერე მიდიხარ და აკეთებ, კიდე აკეთებ, ანუ რაღაც პროცესია ძალიან რუდუნება უნდა რა და ის უნდა რა ქვია. ხანგრძლივი პროცესია და ეს მოითხოვს სიმყარის განცდას. თუ სიმყარის განცდა არ აქვს, გიჭირს მე ძალიან ამ ყველაფრის კეთება. მით უმეტეს თუ უკვე რაღაც მოზრდილ მონუმენტურ ნამუშევრებზე გვაქვს საუბარი, იქ კიდე უფრო მეტად ეს პროცესი უფრო რთული და რთული ხდება. აი ჩვენი მხრიდან რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ის კრიზისი, რომელიც არის, რაღაცნაირად შევძლოთ სხვა ეტაპზე გადავიყვანოთ. ანუ თუ არის რაიმე გზები ხელის შეწყობის. არ ვიცი, ჩვენ ალბათ არა გვაქვს ჩვენ ეგ ვერკეტი. ეს ალბათ უფრო ისეთი პროცესია, რომელსაც ესე ცნობიერად ამაში ჩარევა ძალიან ძნელია. მით უმეტეს იმ გამოსახედიდან, რომ ძალიან ცოტა ადამიანი უყურებს ამ საკითხს ცნობიერად. უმრავლესობა მიყოლილია რაღაც დინარის, რო წარმოვიდგინოთ ეს თუ დინარია და დინებას მიყვება, რომელიც და სავარაუდოდ არაფერი გონივრული ამას არ შეცვლის. ეს ალბათ მოხდება, როგორც ყოველთვის ხდებოდა, სასრულამდე მივა და მერე დაიწყება ახალი ერა. მე მაინც იმედი მაქვს, რომ ახალი უნდა დაიწყოს და ეს ახალი უნდა იყოს ტიპიურად განსხვავებული. თუ ვართ ახლოს საინტერესო ამ იმ დასასრულამდე, რომელიც შემდეგ რაღაცა ახალის დაბადებას გამოიწვევს. კი, მე მგონია, რომ უკვე ძალიან ახლოს ვართ, იმიტომ რომ ბევრი რამე მოხდა, თან დრო ძალიან დაჩქარებულია დღეს გამომდინარე საინფორმაციო საშუალებების დაჩქარებამ გამოიწვია სულ. ან ინფორმაცია ძალიან მარტივად ვრცელდება უკვე დღეს. ადრე თუ რაღაცა ტელევიზია იყო ამის წყარო, ან თქვა ბეჭდვითი პრესა, დღეს უკვე თითოეული ჩვენგანია ამის წყარო, ამ ინფორმაციის, იმიტომ რომ ყველას გვაქვს ინტერნეტი, ყველას მიგვიწვდება ხელი და აზრების გაზიარება ძალიან მარტივად ხდება დღეს და მე მგონი არ უნდა გაჭირდეს, კიდევ არ უნდა გაგრძელდეს ეს თქვათ სუმბურული მდგომარეობა. ეგ ბევრ რაღაცაში ჩანს, მე მგონი, რომ არის ნიშნები იმისა, რომ ადამიანი სიმყარეს ეძებს რა. ისე როგორ უყურებენ მსოფლიოში ამ საკითხს? ანუ იმიტომ რომ მე როგორც ვაკვირდები, მთელ მსოფლიოში დგას ეს საკითხი, რომ რაღაც გარკვეულ კრიზისთან მივიდა სახვითო ხელოვნება. კი. ამისა გაშარჟებებიც ხდება. კი ბატონო. და აი თუ
არსებობს საერთოდ რაიმე ხედვა რა შეიძლება მოხდეს? არაფერი ხედვა არ არსებობს, მაგრამ არსებობს აი რასაც შეინძახიეს. გაშარჟება ხდება, ბევრი ფილმი არის უკვე დოკუმენტური იმის შესახებ, თუ როგორ არის შესაძლებელი გაიკეთო კარიერა ამ მიმართულებით და აღარა მაგალითად მართლა რაღაც პასიური გააკეთო. და ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ნათელი ხდება, რომ სისტემა არის დახაკვადია რა, აი მარტივად, აი შევიკრიბებით რამდენიმე ადამიანი და რაღაც მანიპულაციას, რაღაც მანიპულირებით რაღაც იმაზე გავალთ შედეგზე რა. ეს უკვე, რა თქმა უნდა, იმის მანიშნებელია, რომ საქმე ძალიან ცუდად არის რა ამ მიმართულებით. ხო და კიდევ აი ერთი რაღაცის აღნიშვნა ალბათ მნიშვნელოვანია, რომ აი ეს პროცესი თუ კი არის, ასე ვთქვათ, შენაც იკითხე, რომ ანუ საერთოდ შეიძლება წავიდეს ეს პროცესი. ეს პროცესი ალბათ წავა იქიდან, რომ ადამიანი გადახედავს აი ამ ბოლო წლებში მიღებულ დასკვნებს. თან კარგად თუ დავუკვირდებით, არც ერთი დასკვნა არ არის ისეთი, რომ აი წყალი არ გაუვა. აი აუქნათ ახლა ესე ყოფილა და აბა როგორ მოვიქცეთ სხვანაირად. არც ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ასეთ ტიპის არ არის. ანუ ასე არ დგება საკითხი. აქედან გამომდინარე, ყველაფერი გადახედვადია. აი ვერც კი ვიხსენებ რა არ არის გადახედვადი რა. რაც იმ საკითხებს ვიძახი, რა დედამიწა რომ რვალია, დედამიწა რვალი იქნება. მაგრამ აი ისეთი საკითხები, რაც ამას ანგრევს, სოფხედროლოგიური საკითხები, რომლებიც ხო, დამანგრეველი რა, დამანგრეველად რაც მოქმედებს. აი მაგალითად ხო შეიძლება ეგეთი რაღაც წარმოვიდგინოთ, რომ დამანგრევლად იმიტომ მოქმედებს, რომ დამანგრეველი ყოფილა. და გასაგებია რა მაშინ. არ არის საქმე ასე. არ ყოფილა დამანგრეველი ეს. უბრალოდ ესე გადავწყვიტეთ რაღაც ეტაპზე, რომ მაშინ დაგვენგა უბრალოდ რაღაც. ხო და შეიძლება ისევ მოხდეს შეკრა. აუცილებლად მოხდება, იმიტომ რომ მე ვერ წარმოვიდგენია ეს შეიძლება როდამდე შეიძლება გაგრძელდეს. იმიტომ რომ ადამიანი ისეთი არსებაა, ეძებს ჭეშმარიტებას, ამის მოთხოვნილება აქვს და საყრდენსაც ეძებს, სიმშვიდეს ეძებს რა. იმიტომ რომ ეგ სიმშვიდესთან ასოცირდება და ბევრ რაღაც ისეთ რაღაცასთან ასოცირდება, რაზეც უარს ვერ იტყვის. და არც როდესაც არ უთქვამს სინამდვილეში. უბრალოდ აი ამის ძიებაში და ამის პროცესში, ხო? რაღაცები შემოეშალა ხელში რა. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რატო შემოეშალა? იმიტომ შემოეშალა, რომ განა ვიღაცა ბოროტია და იმან გადაწყვიტა ეს და აი რაღაც. არა. უბრალოდ იმიტომ შემოეშალა, რომ გლობალიზაციის პირობებში ბევრი სხვადასხვა კულტურა გახდა ხელმისაწვდომი. და ადამიანებმა დაკარგეს იმის შეგრძნება, რომ თურმე მიგინა თუ არა მე ვყოფილ ვარ მართალი. შევიდა ანუ ემპათიურ მდგომარეობაში სხვა კულტურასთან და თქვა რომ ესეც ბატონო ესეც შეიძლება რა. ისიც შეიძლება, ესეც შეიძლება. მოკლედ ეს გადასავლელი პერიოდია. ობიექტურობის შეგრძნება დაკარგა. უბრალოდ დაკარგა და ეგ მეტი არაფერი და მოვა დრო რომ ისევ ყველაფრის გათვალისწინებით რაღაცამდე შედგება რა. და შესაძლოა როგორც აი რაღაც უნიკალური ადგილი, სადაც რაღაცა თვალსაზრისით როგორც ამბობ შენარჩუნდა სახვითი ხელოვნების ენა, საქართველოსაც შეიძლება თავისი როლი ითამაშოს. კი, როგორც სხვა ქვეყნები არის კიდევ ისეთი ქვეყნები, რომლებიც ნაკლებად იყო ამ პროცესებში ჩართული. არა მარტო ჩვენ ვართ ესეთი, კიდე სხვაებიც იქნებიან, რა თქმა უნდა, სხვადასხვა მიმართულებებით. უბრალოდ ჩვენ ვართ ძალიან ასე ვთქვათ, ქანდაკების ხელოვნებაში ყარად ვდგავართ. შეიძლება ეს ითქვას რა, რომ ეს ნამდვილად გვაქვს რა. და განსაკუთრებით იმ მოკლე ისტორიის, იმიტომ რომ 100 წელია რაც პროფესიულად ვასწავლით ქანდაკებას. ოღონდ სხვა შორის უნდა აღინიშნოს და უნდა ითქვას ისიც, რომ ეს არ უნდა წარმოვიდგინოთ ისეთი რაღაცა, რომ თითქოს რაღაც ის არის რა ქვია, სასწაული ჯადოქრობით მოხდა ეს რაღაც. არა. არა, გარკვეული მიზეზები ქონდა. მიზეზები ქონდა, იმიტომ რომ ჩვენც ზუსტად ის ხალხი ვართ გენეტიკურად, როგორც ჩანს, რომელიც ყოველთვის ძერწავდა.
იმიტომ რომ არიან ხალხები, რომლებიც არ ძერწავს საერთოდ. თან ძერწვა ძალიან მნიშვნელოვანია, ქანდაკება კიდე ცოტა ფართია გაგება და ძერწვა კიდე რაღაც უფრო ქანდაკებაში კიდე არსებული რაღაც მდგომარეობა. ხო და აი ქართველი უფრო მეტად ისეთი აღმოჩნდა, რომელიც მძერწავია. და ეს ხმელთაშუა ზღვის ხალხია ეგეთი და უბრალოდ რაღაც მიზეზების გამო აღარ ვაკეთებდით. და აი როგორც კი დავიწყეთ კეთება, ეს გამოჩნდა, რომ ბევრი არის ისეთი ადამიანი, ვინც ამას აკეთებს და ამაში საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. მე კიდევ ერთ რაღაცას ვიტყვი, რომ მე არ მინდა ისე გამოვიდი, ისე გამოჩნდეს. ეხლა რომ თითქოს ვინც მაგალითად დაინტერესებულია და გატაცებულია მაგალითად სხვადასხვა ახალი მედიებით, გამოსახულობით საშუალებების, რომ თითქოს იმათ ან დავამონათებ, თქვა რაღაცა ისეთი დამოკიდებულება მაქვს მათ მიმართ. არა, პირიქით ეს ღიაობა საჭიროა ჩემი აზრით და ყველაფერმა ერთად უნდა იარსებოს, რომ საბოლოო ჯამში რაღაც იმამდე გავიდეთ რა, ნაპირამდე გავიდეთ, ასე ვთქვათ და იმ ხალხსაც აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი შესასრულებელი. ზოგ შემთხვევაში ხშირად არის ხოლმე რაღაც ეს კამათის საგანი და ხანდახან აგრესიის ისიც რა ქვია, საფუძველიც აქედან ჩდება ხოლმე, რომ თითქოს არა ეხა ეს არის საკეთებელი, არა ის არის საკეთებელი და რაღაც ვინც იმას აკეთებს ერჩის იმას ვინც სხვა რაღაცას აკეთებს. არ ამგონია რომ ეს გამოსავალი იყოს. ყველამ ის უნდა აკეთოს ალბათ რაც საჭირო თulis და საბოლოო ჯამში გაირკვევა მე რა. მაინც ისევ საერთოდ ჯამში შევაფასოთ ცნობიერების ჩამოყალიბება ამ ზეგავლენას იქონიებს. აუცილებლად. ნუ პროდუქტი მაინც ეს იქნება იმ გლობალური ცნობიერების ევოლუციის და ეს ეტაპი თუ უკვე ისე ჩანს, რომ გარკვეულ პირას არის რაღაცის, ესე იგი ევოლუციურადაც ცნობიერება რაღაცის პირას არის. ხო. და შესაბამისად უნდა რაღაც ნაბიჯი გადავდგათ. და ამის შემდეგ უკვე ზუსტად არ ვიცით რა იქნება, მაგრამ საინტერესოა შევხედოთ და გამოჩნდება. ვიმედოვნებ, რომ უფრო სწორი მიმართულებით ვიმედოვნებ.